დამცველები აცხადებენ, რომ სასჯელი არ არის შესაბამისად მკაცრი და ცალკე პრობლემად რჩება მისი აღსრულებაც. მაგალითად, მოყავთ ბოლო შემთხვევა, რომელიც მოსკოვის პროსპექტზე 2 დღის წინ მოხდა. ძაღლით ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს, დამნაშავეს კი ჯარიმა ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა ელოდება. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება. ეს იშვიათი ჯიშის შავი ლაიკა მოსკოვის გამზირზე ჯერჯერობით უცნობმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. მის გადარჩენას ვეტერინარულ კლინიკაში რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდნენ, თუმცა უშედეგოდ. ძაღლს ქეთა ხვით შეაულიდა. ქრონიკასთან საუბარში ცხოველთა უფლებადამცველი ამბობს, რომ ჩორნა აგრესიული არასოდეს ყოფილა. იყო გასროლი საშინელი ხმა და შემდეგ ძაღლი მივიდა დაჭრილი, ჯერ კიდევ ცოცხალი, ანუ თავისით და ჩემი მეუღლის ფეხებთან დავარდა. თავის არიდან იყო ჭრილობა შემავალი და ცენტრალური არტერიიდან უკვე სისხლი მიეტონებოდა ორგანიზმში. ძაღლს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში პათანატომიური კვეთა ჩაუტარდა. დასკვნა სამართალდამცველებს გამოძიებისთვის სჭირდებათ. სასჯელი კი, როგორც ამას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში გვეუბნებიან, არც ისე მკაცრია. ამასთან კიდევ ერთ პრობლემად არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები მის აღსრულებას ასახელებენ. ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ სახელმწიფომ რეაგირება მოახდინოს და იმ შემთხვევაში თუ ნახავს, რომ გარკვეული პრობლემები არსებობს, როგორც მუხლის დეფინიციაში, ისე სასჯელთან მიმართებით და არ არის პრევენციული მექანიზმით, შესაძლებელია შემდგომში უკვე იმსჯელოს, როგორც დისპოზიციის უფრო მეტად გაუმჯობესებასა და დახვეწაზე, ასევე სასჯელის გამკაცრებაზეც. ყოველ წელს ცხოველებზე ძალადობის რამდენიმე ასეულის შემთხვევა ფიქსირდება. ამის გამო დასჯილთა რიცხვი კი მცირეა, ამბობს თეიმურა სტიქორიძე. ცხოველთა დაცვის და გადარჩენის საზოგადოების დირექტორი მიიჩნევს, რომ ძალადობის აღსაკვეთად კანონის გამკაცრებაა საჭირო. ჩვენი ორგანიზაციის თავშესაფარშოდაც არის ძაღლი, რომელიც მოცუპიტის პლატაზე 4 ივნისს ესროლეს ცეცხლსასროლი იარაღიდან. სამართალდამცავებმა ფოტოც კი არ გადაიღეს დასესხლიანებული ძაღლი, ჩვენ წავიყვანეთ რენტგენი გადავუღეთ. გადავეცით ეს დოკუმენტაცია პრინციპში საგამოძიებო ნაწილს, არავინ არ დაუკითხავთ. გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის კოდექსის 259 მუხლით დაიწყო, რაც ცხოველებისადმი სასტიკ მოპყრობას გულისხმობს. დანაშაული ჯარიმით ან საზოგადოების სასარგებლო თიძულებით შრომით ისჯება. ნიბეს კომიტეტის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება. ამ თემას ჩვენ რეკლამის შემდეგაც დაუბრუნდებით, ასე რომ დარჩით იმედზე. ნუ ინერვიულებთ, თუ სესხის სრულად დაფარვის დრო მოვიდა. მიიღეთ 3000 ლარამდე და დააბრუნეთ თანხა 24 თვის განმავლობაში. მონეზა, გრძელვადიანი ონლაინ სესხი. წარმოგიდგენთ ახალ Moto G 4+, ლაზერული ფოკუსი. საუკეთესო 16 მეგაპიქსელი კამერა, ტურბო ფაუერ დატენვის რეჟიმი, Moto G 4+, ლეგენდა ბრუნდება. ბავშვებო, დღეს ჩვენი სტუმარია ბერნალასინი. გინდათ გაჩვენოთ, რამდენი თებშის გარიცხვა შეუძლია სულ ცოტა ფეირის. ფეირის კაფი არასდროს თავდება. ეს იმიტომ, რომ ფეირის თითოეული წვეთი აცილებს ბევრ ცხიმს და რეცხავს უამრავ ცხიმიან თებშს. ფეირიმდე ამტკიცა, რომ ეკონომიურია. ფეირი ისეთი ეკონომიურია, რომ ის თითქმის არასდროს თავდება. Procter & Gamble, ხარისხი მომგებიანია, თავად სადეთ. ტექნობუმში გრანდიოზული დასაჩუქრება გრძელდება. შეიძინე ნებისმიერი ტექნიკა და იმოგზაურე რომში, მილანში, ვენეციასა და ფლორენციაში. გახდი უამრავი ტექნიკის და სუპერპრიზის ავტომობილის მფლობელი. იჩქარე, ტექნობუმში ყველა დასაჩუქრდება. წებო მომენტი. რომ დააწებოთ ნივთი ყოველი, გამოიყენეთ წებო მომენტი. დღეს დააწებებს სუფთად და მყარად, ლითონს, რეზინას, სამდოდ და სწრაფად. მომენტი აწებებს მინას და პლასტიკად, აწებებს ყველაფერს, აწებებს ადვილად. თქვენი ოჯახის საყვარელ ნივთებს. წებო მომენტი ამთელებს ისევ. მომენტი ყველაფერს აწებებს.
რის თქმასაც არ უნდა ცდილობდეს შენი პატარა. პამპერსთან ერთად ეს არ იქნება ის, რომ მას მოუწია სველ საფენებში ძილი. პამპერსის საფენები არის უფრო მშრალი ვიდრე ჩვეულებრივი საფენები. მთელი ღამით 7 ძილისთვის, სიმშრალე 12 საათამდე და პატარას ბედნიერი დილისთვის. პამპერს არაფერი სურს, მხოლოდ სიყვარული, ძილი და თამაში. Procter & Gamble ხარისხი მომგებიანია, თავად სადეთ. 18 სექტემბერს დიდ საკონცერტო დარბაზში გელით, ჯემალ და გია ბაღაშვილების საიუბილეო კონცერტზე მონაწილეობენ ანსამბლები ივერია, ერისიონი, რუსთავი, ქუჩის მუსიკოსები, პაროდიის თეატრი, ქართული თეატრისა და ესტრადის პოპულარული მსახიობები. გენერალური სპონსორი საფინანსო კომპანია საქართველო. ხარდამჭერები საქართველოს კულტურის სამინისტრო, თბილისის მერია, საქართველოს რკინიგზა, საქართველოს კულტურის პალატა და კახური ტრადიციული მეღვინეობა. ეკნობუმში გრანდიოზული დასაჩუქრება გრძელდება. შეიძინე მსოფლიო ბრენდების მაცივრები დიდი ფასტაკლებით და იმოგზაურე რომში, მილანში, ვენეციასა და ფლორენციაში. გახდი უამრავი ტექნიკის და სუპერპრიზის ავტომობილის მფლობელი. იჩქარე, ეკნობუმში ყველა დასაჩუქრდება. უმაღლესი სასწავლებელი ინტერბიზნესის აკადემია აცხადებს უგამოცდო მიღებას პროფესიულ პროგრამებზე, სამართლის, მედიცინის, ბიზნესის და ინჟინერიის მიმართულებით. გაიცემა სახელმწიფო დიპლომი. ჩვენ ვასაქმებთ. ეს თემიდა მართლმსაჯულების სიმბოლო. სამართლიან სახელმწიფოში საზოგადოებრივ წესრიგს სწორედ მისი სასწორი განასახიერებს. ამიტომ მნიშვნელოვანია გავარკვიოთ პოლიტიკოსების მოსაზრებები როგორ აისახება თემიდეს სპინაზე და რა აზრის არიან ისინი სამართლიანი სასამართლო შესახებ. სასამართლო როგორც პოლიტიკის ინსტრუმენტი. რევოლუციური მართლმსაჯულების კვალდაკვალ. წარსულში დახურული სისტემა ხმაურიანი პროცესების ფონზე. სამართლომ არ უზრუნველყო რომ პროცესი ყოფილიყო საჯარო. რა შეიცვალა სასამართლო ხელისუფლებაში? ღია პროცესები. მთელი სისტემა იყო აღმასრულებელი ხელისუფლების და პირველ რიგში პროკურატურის გავლენის ქვეშ. აქამდე უცნობი მოსამართლეები და აურზაური სამართლის მსახურთა ირგვლივ. ვის რა პრეტენზია აქვს მესამე ხელისუფლებასთან? სასამართლო ხელისუფლება ბოლომდე ჩამოშლილია. იუსტიციის უმაღლესი საბჭო იმართება გარიგებებით. რეფორმების და გამოწვევების უწყვეტი ციკლი. იდეოლურია სასამართლო დროს ვერ იქნება იდეალური. ქართული მართლმსაჯულების მორიგი გამოცდა. სასწორზე დევს სასამართლოსადმი ნდობა. პოლიტიკოსების პროგრამა. დაპირებები და დავა სასამართლო სისტემაზე. მამუკა მდინარაძე, ოთო კახიძე, ლევან სამუშია, თამარ ხიდაშელი, კახა კუკავა, იაგო ხვიჩია, ანა დოლიძე, ეკა ფოფხაძე, ეკა ციმაკურიძე. დღეს 22 საათზე ღია ეთერში მართლმსაჯულება არჩევნებიდან არჩევნებამდე. პოლიტიკური კინო, თუ კინო პოლიტიკის შესახებ. თუ იმეს აზრად მოდის თავში რომ მე ეს ფილმი ნაციონალური მოძრაობის გულით დავაკეთე, ძალიან ცდება. რეალური ისტორიები 24 სერია. ამას ვერავინ არ გადაიღებს და ვერც გადმოსცემს რецეპტი ეკრანი. გოგა ხაინდრავა და ალექსანდრე ახალკაცი. დღეს 22 საათზე ღია ეთერში. საღამოს ეთერის გასართობი გადაცემების სპონსორია სწრაფი ონლაინ სესხების კომპანია MyCredit G. ეს არის ქრონიკა 8-ზე. უბრუნდებით თემას, რაზეც გამოშვების დასაწყისშიც მოგახსენეთ, უფრო კონკრეტულად კი ლიბეს კომიტეტის გადაწყვეტილებას განცხადება გავრცელა საგარეო საქმეთა სამინისტრომ. უწყება მიესალმება კენჭისყრის შედეგებს და ამას საქართველოს მიერ განხორციელებული წარმატებული რეფორმების აღიარებას უწოდებს. ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლების, მართლმსაჯულების და საშინაო საქმეების კომიტეტში უკრაინისთვის, საქართველოსთვის და კოსოვოსთვის ვიზა ლიბერალიზაციის პროცესს კენჭი უყარეს. საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას კომიტეტის 54 წევრმა მხარი დაუჭირა. წინააღმდეგი აღმოჩნდა 5. ახლა ჯერ უკვე სამხრივ დისკუსიაზე მიდგება, რომელშიც მონაწილეობას ევროპარლამენტი, ევროკომისია და ევროკავშირის საბჭო მიიღებენ. კონსენსუსის მიღწევის შემდეგ საკითხის განხილვა ეკო ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე დაიწყება.
პარალელურად კი ევროპაში ევროსკეპტიკოსების პოზიციები მყარდება. სწორედ მათ მიერ 3 წლის წინ შექმნილმა პარტიამ ალტერნატივა გერმანიისთვის აქამდე ფავორიტად მიჩნეული ქრისტიან დემოკრატები ჩამოიტოვა. ახალბედა პოლიტიკური ძალა წინასწარის შედეგებით მეორე ადგილზე გავიდა და კანცლერ მერკელის პოლიტიკურ ძალას 2%-ით გაუსწრო. ანგელა მერკელის პარტია რეგიონულ არჩევნებში სწორედ იქ დამარცხდა, საიდანაც დიდ პოლიტიკაში მისი აღმასვლა დაიწყო. მეკლენბურგის მიწებზე ქრისტიანულ დემოკრატიულმა პარტიამ ეგზიტ პოლების მიხედვით ხმების მხოლოდ 19% დააგროვა და რეიტინგის მესამე ადგილზე გადაინაცვლა. უნდა ვაღიაროთ, რომ ამ მომენტისთვის ბევრს ეპარება ეჭვი, რომ ჩვენ შეგვიძლია გარკვეული პრობლემების გადაწყვეტა, მიუხედავად იმისა, რომ ბევრს მივახციეთ. კერძოდ შევამცირეთ მიგრანტების რაოდენობა, გავაძლიერეთ მუნიციპალიტეტებისა და ფედერალური მიწების მხარდაჭერა. ახლა მთავარი ამოცანა დობის აღდგენაა. ჩვენ უნდა ვაჩვენოთ მოსახლეობას, რომ შეგვიძლია არა მარტო მიგრანტების, არამედ ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური და სოციალური პრობლემების მოგვარება. მერკელის მმართველ ძალას 2%-იანი სხვაობით ანტიმიგრაციული მიმართულების პარტიამ ალტერნატივა გერმანიისთვის გაუსწრო და ხმათა 21% მოიპოვა. პოლიტიკური ძალა 3 წლის წინ ევროსკეპტიკოსებმა შექმნეს. მან პოლიტიკურ არენაზე მიგრანტების მიმართ ხელისუფლების მიერ გამოცხადებული ღია კარის პოლიტიკის კრიტიკით გაიმყარა პოზიციები. რეგიონულ არჩევნებზე მერკელის პარტიის ფიასკოს ევროსკეპტიკოსებმა დიდი ცვლილებებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი უწოდეს. იმედია ბუნდესტაგში ოპოზიციის უმრავლესობაში მოსვლის დრო დადგა. შესაძლოა ჩვენ ანგელა მერკელის მმართველობის დასასრულის დასაწყისის მომსწრენი ვართ. ავტორიტეტულმა პარტიებმა ხალხის მხარდაჭერა დაკარგეს, რადგანაც ისინი მოსახლეობას სისტემატურად ატყუებდნენ. გამოკვეთილია არალეგალური მიგრაციის პრობლემები და ევროკრიზისი, რადგანაც გერმანიის ხელისუფლება არ იმჩნევს, რომ ევროპულმა პროექტმა თავი ამოწურა. პოლიციას მოქალაქეების უფლებებისა და თავისუფლების დაცვა ღია საზღვრების პირობებში უწევს. ლიდერის პოზიცია რეგიონულ არჩევნებში, როგორც ექსპერტები მოელოდნენ, მემარცხენე ცენტრისტულმა სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ მოიპოვა. ჯერ კიდევ არჩევნებამდე წამყვანმა პოლიტიკურმა ძალებმა განაცხადეს, რომ პარტიასთან ალტერნატივა გერმანიისთვის კოალიციას არ შექმნიან. რის საფუძველზეც პოლიტოლოგები ვარაუდობენ, რომ მაკლენბურგში მმართველობა არ შეიცვლება და მას ძველებურად ქრისტიან დემოკრატები და სოციალ-დემოკრატები გაუძღვებიან. მეკლენბურგის მიწებზე ჩატარებულ არჩევნებს გერმანიაში უკვე უწოდეს 2017 წლის საპარლამენტო არჩევნების გენერალური რეპეტიცია. გადმოვინაცვლოთ ისევ საქართველოში მცხეთაში ჯვრის მცირე ტაძრის რეაბილიტაცია გრძელდება. სამუშაოები დღეს კულტურის მინისტრმა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს